გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით. კახელების და იმერლების კულინარიული დაპირისპირება. თანხა თქვენი, გემრიელი კერძები ჩვენი. გამარჯობა. კარგი, უკაცრავად კარგი. მოგესალმებით, თქვენ ალბათ ძეობის სუფრის დაგეგმვაზე გესაუბრეთ, ხო? კი, ჩვენ გესაუბრეთ და დაგძანდით გეძლება. რამდენიმე საათში პაპაი უნდა გავხდე. პაპაი ნაცვალო. ბაბუა, ხო. ბაბუა გახდება ეს, მე უნდა გავხდე პაპა და. ხო და სუფრა მინდა ესე ჩიტის რძი არ აკალდეს რა, აი მაგედას არ უნდა აკალდეს ჩიტის. ჩემ შვილიშვილს ხო იცი ესე უნდა დავხდეთ რა, პაპაი ნაცვალოს მაგას აბარა სუნხიარულებაში და ბაბუა ხარ შენ, მე ვიქნებ პაპა. არ არის პრობლემა. საოცრებებს ჩავიდენთ ჩვენ. საოცრებებს. ყველა ისაუბრებს ამ კერძებზე. მოდი ახლა მე თქვენ მენიუს დაგიტოვებთ, ხანი. ისაუბრეთ ერთმანეთში. კი, გადავხედავთ და მე სულ მალე შემოვიდეთ. აი ნახეთ აბა. მეც ჩამოვწერეთ. 20-დარბაში 150 კაცი არის სუფრა. არა, ხო, მაგრამ ეხა ამის გადახედვა პრინციპში შესაძლებელიც არაფერი არ არის. ეხა სუფრა უნდა იყოს კახური, როგორც კი. უნდა ეყაროს. მეც ჩამოვწერე. ჩამოვწერე ერთი წუთი მენიუ დაგვიტევა ადამიანმა. რატო გადაწყდა რომ კახური უნდა იყოს? ხო და ხო ვიცით რაც გვინდა საჭმელი, რა თქმა უნდა მენიუში კახური უნდა იყოს, აბა რა უნდა იყოს კახური სუფრა. ხო და რა ვიცი, კახური რატო იმეროლს რას უწუხებ? ბიჭო, მომისმინე, კახური სუფრა არის ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, ძროხის ხორცი, ხბოს ხორცი და იმერული სუფრა არის ისა რა კახური საჭმელის საჭმელი. ანუ ბალახი. რა გინდა ხა მეტი რა გელაპარაკ გამანები თავი რა. აი ხასიათი ვარ შემოსული, რას ვერ გაჩვდი რა. ხვეწები რა. შე ჩაკაფული ხო გიყვარს? მარა ჩაკაფული. მე ერთ დაუკვირდი ჩაკაფული. იქ ტარხუნა თუ არ მიეცი ბიჭო. იქ კინძი თუ არ მიეცი. იქ ახალი ტყემალი თუ არ მიეცი. არის მარტო მოხარშული ხორცი, აბა რა არის ახლა ჩაკაფული სხვა? აი დავითიჩი. აი გიყურებ და მეცოდები რა. ო მამა. შენ ამ პირში გემოარაგაკ და ან თავში ტვინი. დედა მოუა. ერთი იწოდი რატო? აი თოდო. აბა ბიჭო, რა ის ეკა აბა რა იმერული სუფრა ბიჭო, ის არის კაი ეკალა იმას ფხალს ბალახს რომ მოკრიფავ და რაღაცა ნიკოტში ამოზილავ და იქეთ პატარა კეთპამინოს მიაჩი, პატარა ჭყინტყუით პატარა და კი მომშივდა ისე ცოტა. მოხვედი საჭმელს ვიდეო რა, შეხედე მოაბრუნე და შემოაჩიგოთ აი მაქვს ყველა საჭმელს კუჩი თავისი განყოფილებაა. 24 აი მოვიდა. კაცი არის და არის ეგ არის ჩავინიშნე. კაი. აჰა. აბა მეგობრებო, შევთანხმდით მენიუზე აბა როგორ არა კაცო, ვერაფერზე ვერ შევთანხმდით და ვერ შევთანხმდებით. კახური. არა პრობლემა, მაშინ მოდი მე დაგიხმარებით ახლა მე არ ამბობს. მოკლედ, მაშინ მოდი დავიწყოთ ახლა სალათებით. სალათები. ანუ როგორ ფიქრობთ? ანუ სალათა როგორ იგირჩევნიათ? ნიგზით თუ ძმრით? ერთი წუთი დავაზუსტებ. დავითიჩი, შენი ღვინო მოგაქ ხო? ღვინო როგორ არ მოაქვს კაცო, აბა ისა, მაშინ იგზით იყოს, იმიტომ რომ ძმარი ჩვენი მოგაქ. და მოუა, ბიჭო. რა გინდა შენ აჭიგო. ღვინოზე მაინც რატო მოუნევი რა, მაგ ისმენა. რას მისმენე, რა ჯობია, ვიო. ყანწს რო ციცკაცოლი გაორიდი გაუსმენ, აი მე დალე რა ჯობია ბიჭო, შენ ხანცო, ჯერ ჯიხვი როგორ უნდა მოკლა, მაგ ღვინის გულისთვის ხანცი რო გავაკეთე, მის გისა სიფცხვილია. მეორე ბიჭო, იმ ღვინოს რო ჩაასხავთ, აი ნალექიანი ყავასა ჩაქასო რჩება ესე შაქარი ბოლოშან. წადე ბიჭო, ღვინოზე რა გინდა, ბიჭო, შენ ხორცს ყველაფერი მოკლაზე, რატო მიდიხარ? რაც დადის, იმაზე ნედაბიცა რა გინდა, ბიჭო. წადე ბიჭო, გადი გამანები, წადი მოპუტე, ბალახი მოპუტე და შენ. ახლა არ მინდა, მე აღა ბავშვი არის და ზოგადად ერთი წუთი დაწყნარდით ახლა და მივხედოთ საქმეს, რისთვისაც ვარ მოსულები. კარგი, ანუ ყველაზე გემრიელი რა გაქვთ? საფირმო კერძი რა გაქვთ? ჩვენთან ყველაფერი გემრიელია, მაგრამ ჩაშუშული გვაქვს ისეთი, რომ თითებს ჩაიკვნებს რა. აი, ძალიან კარგი. ჩავინიშნეთ, ჩაშუშული გვინდა აუცილებლად. ჩაშუშული. კიდე რა გაქვთ? კუპატი გვაქვს ისეთი, მაჯებს ჩაიკვნეთ. იმიტომ რომ თითები ხო ჩაიკვნიტეთ უკვე. ხო და ეხლა უკვე მაჯებზე გადავიდეთ, ხო? გვინდა იუმორი ქონია დედო. კი, კუპატი. და ერთი წუთით რო აი ცოტა გვერდზე რო გამომყვეთ რა. თომ რატო თქვენი საუბრეთ რა, რაღაცეები მოიფიქრეთ, კი. აი ეს მინდა რომ გამომართვათ. ვაიმე, ხვეწები ეხლა, ვაიმე, ეხლა ძალიან უხერხულში ვარდებ რა. ნუ ვარდებით უხერხულში. ვაიმე, ასეთი რაღაცები მე ძალიან არ მიყვარს, ანუ ეს ჩემი საქმეა, ხო ხდებით ახლა? არ მითხრათ, ეხლა არ მინდა რომ ამათმა დაინახო. ვაიმე, გეხვეწები ხა, მე ჩემს საქმეს გამომართვით რა. ვაიმე, მე უხერხულება. რა გეუხერხულებათ? ეს არის იმ საჭმელების სია, რომელიც მინდა რომ სუფრაზე იყოს. გამომართვით.
სია? ხო, ანუ საჭმელების სია და გოგონი. აი ხა როგორი გაკვირვებული სახეც ქონდათ, აი ეგეთი მქონდა ამათთან იმერეთში რომ ჩავედი. დედა მოუვა რომ ეგონა სუფრაზე ვიჯექი, გეგონება აბიბინებულ მინდორში ვიჯექი იმდენი ბალახ-ბულახი ეყარა სუფრაზე რა. მარა. მომის ერთი წუთი შეთავაზა. სუფრა უნდა იყოს ისეთი რომ ხალხმა სიმღერა დაიწყოს. წვადები და ჩახკოხებელი ცხელი შოთის პურები, ეს რო იმ არა ის რა ქვია იმას. ყველი პური ხაჭაპური წიწილა არის და შეიძლება რანაირი სიმღერა იმერა მაინდა მაინდა ან უმარი ფათოთ რო იმღერა რა ეგ არ შეგეძლო რომ ცოტა უბახიანად რა ყველი რანაირად რო იმღერა უბახიანად იმერული ხაჭაპურის სურნელება საგეწევა 900 იქით წასულს ეგ გემღერა ბიჭო ის რო იმღერა მაინდა მაინც წადი მე წადი 900 იქით იმერული ხაჭაპურის სურნელი თუ გინდა ჯონჯონის სურნელი თაძაიგე შენ ჯონჯონი წესიერა გილაბარაკეთო მე რამდენად გითხარი ბიჭო ვარა რა სამწოდეთ ყო მოტანილი მივცე მაგე მენეჯერს და შეცვალს ტაფაში შენ ნორმალური თუ ხარ ატაფაზე წვაც რა უნდა ტაფაზე ბიჭო ნერვები არ მომიჭა შარფული უნდა აბა არა ზეთი და ასკე ტაფა ფუჩი ბატონებო ძალიან მამა ბიჭო ცოტნი ხედო რა უნდა ნერვები არ მომიჭა ბატონებო ძალიან გთხოვთ დავწყნარდეთ ყველა გაჩუნდით ქალბატონო თქვენ გავჩუნდი კაცო ვეც გაჩუნდი ძალიან გთხოვთ გავჩუნდეთ ყველა ანუ რაზე მიდის დაბა რა არის საკითხი რომ ეს რესტორანი ანუ გემრიელობებს ვერ მოგიმზადებს თუ რა არამეზე მიდის კამათია კამათი აქ თქვენი სახელი ციური ხო ქალბატონო ციური ჩვენ მეუბნებით რომ იმერული უნდა გაკეთდეს სუფრა იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ შევაგნებინეთ ამ ტკბილდამურავა ხალხს რომ იმერული სუფრა ჯობია კახური ანუ დაბა მიდის კახური სუფრა თუ იმერული არა გენაცა ჩვენ ხო რაღაცნაირად შევაჯეროთ თორე შეიძლება საბოქალოდ მე შევაგნებინე რომ კახური სუფრა ჯობია რითი ჯობია კახური ნუ გადამრიე რითი ჯობია არაფრითაც არ ჯობია ეხა სად იმერული სუფრა და სად კახური სუფრა აი სად იმერული სად კახური საკეთებთ აი გარაგძეთ თქვენ idavეთ ხო და მაგაზე ხორცი ხრია ამ კახური ხალი და ლამაზი რო შეხება ლამაზი იქნება ბოსტანი ლამაზია და აი სად კახეთი სად იმერეთი მაგალია სად ჩამო ეთრიე შენ კიდევ იმე ძვირფასებო არა მე არაფერი სადაო არ მაქვს არც კახურ სუფრასთან და არც იმერულ სუფრასთან უბრალოდ ზოგადად მეგრული სამზარეულო ერთი თავით მაღლა დგას სხვა დანარჩენს ეს ხა გვაქვს ამიტომაც მეც ასე ზემოდან გიყურებთ და ვნახოთ მეორე ადგილზე რომელი გავა ჩამოდიეთ იმერულ სუფრასთან მითხარი ეხა პირდაპირ სად მეგრული აი დავა ხოცინოთ ერთმანეთი რაჯობია გოგო კაი ნიგზიან ბადრიჯას მითხარი რა შეეგრება მეგრული სამზარეულოდან და რაჯობია კარგ სულგუნს თან რძერო გასდის გოგო რძერო გაზია რო იწელება იქ ატას რაღაცებს რო აკეთებს რაღაცებს აკეთებს საჭმელი რაღაცებს რატო აკეთებს ჯერ ეს ერთი და მე იწელება ეგრე ისიც იწელება რა ქვია პრასი ნიგზიანი პრასი იწელება თუ გაწევაზე მიდგა გოგო საკითხი ელარჯი რატო გამომიტოვე ელარჯი არ იწელება ელარჯი თან ეს ქვაბით რო დადგამ და ამ ხისჩოგას რო ჩაყოფ ამ ქვაბში ამოურება ამ ამოწევიწელება გაწევიწელება შეწევიწელება ჩამოწევ ყველა პოზაში იწელება გოგო სუწევა ალბომიდის იქ ის ალბათო ეხა გისმენთ და ჯერ ამას ბალახის მეტი ვერაფერი ვერ ვათქვევენ ეხა იმან აქეთ გაწევ რეზინა დამემატა ბალახი დააყოლე რეზინა დააყოლე ხორცი სად არის თქვენ შოპელს აღლებო ხორცი სად არის რა შენ ამას სად ნება და ქარი ნერვი ბიჭო ამის მორბენალის ტრიკონმა ხოწრა იყო ტვინია ახლა მორბენალის ტრიკონის ის იყო დრო რა შუაში მორბენალის ტრიკონი ბიჭო აბა ხაშლაბა რა არის მორბენალის ტრიკონი ვით რო ჩამოატარებთ ხოლმე შენ
შეახმარა მოხარშული ხორცი ეს კალაკაცი ნორმალურად კი არა მოხარშული ხორცი მოგწევ შენ რესტორანში რა ხალი შობი არა ბავშვმა ნერვი გააჩვენე შეჭიდოინა გოგო მამის ვიედა ხომარა ჯერ ერთი სტუმართ მასპინძობა იწოდე და სტუმრები ხართ მე ვარ აქ მასპინძელი მოდი სულ გააჩვენა კაი განაგრძო ახლა მომისმინეთ დაიმახსოვრეთ შენ კიდევ ჩაიწერე ზოგადად ნახეთ მეგრული სამზარეულო ამ თავისი გებჟალიებით და მეგრული აჯიკებით, ელარჯებით, ხომებით, სულგუნებით და 1000 მრავალფეროვანი კერძებით არის თვითონ აკადემია. და ეს რაღაცა კახური და იმერული სუფრა არის პროტექნიკური. ხოდა ასე მასკეთი ჩაიწერე. კაი, ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მეგრელებმა რაც ყველაზე მთავარია ხაშლამა არიცით. ხაშლამის გაკეთება არიცით, არა. კაი, მე ამის ხაშლამა ხაშენ. ბიჭო, ეს ხაშლამა რა არის? მოხარშული ხორცი. მენეჯერი კაცგილად რა კარგი მოხარშული ხორცია, გოგო. ელარჯი რა არის ვაფშე გოგო რაღაცა ხერხილი არ მოხარშული ყველთან ერთად. ბრავო. ხერხილია მოხარშული ყველთან ერთად. ბატონო. დიახ. კი ბატონო. კი. ანუ 2 მაისი ჩავინიშნე. ნორმალური 200 კაცი არის ხო? ციცხია იყო. ხედი. აი მე დამღალეთ უკვე რა. ჩამოვწეროთ რაღაცა შევთანხმდეთ რაღაცაზე რა. აი მე ამ ნერვიულობაზე ხა მომშივდა და უი ხინკალი შეუკვეთეთ რომ შევჭამო სასწრაფოდ ხინკალი შეუკვეთეთ. კაი დედა რა ხინკალი ზე ბალახები გვაქვს ქვეყნის რაც არსებობს შეკვეთილი და ამათ ხორცები კიდე და ეს ხინკალი რატო მოგინდა მაინდა მაინც. ხინკალი მინდა და შეუკვეთეთ. შვილო ჩანავა ჯიმა შეკვეთილი ბავშვისთვის ძალიან კარგია. ელას იქნება, ეკალა იქნება. ვაიმე მაინც თუშს უნდა გავყოლოდი ცოლად რომ ხინკალი შევეკვეთათ ჩემთვის ხა მინდა ხინკალი და მორჩა. აღარ განიხილება. სწრაფად ხინკალი ხმა მოიღე შვილო. მოი დედა. ხმა მოი. აი მე თქვენ საერთოდ ამდენი ხანი გისმინეთ და გითმინეთ არაფერი. აი. რატო იგი წაიღეთ საერთოდ? ნუ ნერგავიგე, რას უნდა ვიყო? კაი, არა მენუ ვიმწევი, მენუ ვუწე. ამდენი ხანია გიხურებ და სისულელებს თქვენი კუთხე კუნჭულებით ტვინი წაიღეთ უკვე რა. ანა დამშვიდდი რა. აი სუში რომ მომინდეს მე რა ვქნათ? აი აზიური საჭველი მომინდა. აი მაგრამ ჩემი ბაბუ არის იტალიელი, ვიღაც შორეული ბაბუა და მინდა კარბონარა ვჭამო. აჭარული ხაჭაპური რომ მომინდეს ასლაბაბუა გამიშვიდო. რატო ეგრე ნერვიულობ? დამშვიდი შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. შენ შენთვის რა შეიძლება ნერვიულობა შეიძლება თუ არ შეიძლება? გააჩუმე ხალოვინა. კაი ანა დედა ნუ ვიხარ ნუ ნერვიულობ. ვაინა რას ნუ ნერვიულობ? კიდე მე ნუ ნერვიულობ. რაც გინდათ ისკეთ მე მივდივარ. სად მიდიხარ? ვაი მე უნდა ვიმშობიარო, იმიტომ რომ დამეწყო მშობიარო. ვაი რა ბაბო არა ის თქვენსად მოდიხართ ვერ გავიგე მაინც რესტორანში უნდა მოპრუნდეთ და იქნებ ეგდეთ აქ და არ გამოადგათ რატო საი რატო მიკაცო არ გამოვყეთ არც ერთი რატო ეგრე ერთიცოთი ხეხა მოვიფიქროთ რა ვქნათ დავჩეთ მაშინ სად უნდა დავჩეთ კაცო მშობიაროს ბავშვი და არ უნდა გავყვე ლები დაყვარა ბავშვმა კაცო მაშინ წავიდეთ და გავიღოთ ეს პროგრამა და ჩემი მანქანის კაპოტი შევბერო. კი ბატონო კი ოპენ კორსას აქ ამხელა კაპოტი წამოდი ჩემ მერსედის კაპოტზე გავხელ პაიკელა შუარი გადი ვიდე რა იცი კახელება კაპოტი. აი მე კაპოტი არ დაიწყო ჩხუბი წამოდი ჩქარა მშობიარო გადაცემის პარტნიორია ეკოფლოუ. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას ეკოფლოუს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით.